რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. შემდეგი სასწავლო წრიდან სუსის სასწავლო ცენტრი უკვე უნივერსიტეტის სტატუსს მიიღებს და ბაკალავრებს გამოუშვებს. ხო და იმედია, იქ მაინც ასწავლიან სტუდენტებს და მსმენელებს, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი პატარა ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის მთავარი ამოცანა არა გურიასა და რაღაც ქვემო ქართლში სოფლის რწმუნებულების დევნაა 500 ლარიანი ქთამისთვის და თავისი ვიდეოებით და ბრიფინგებით მე რა თქმა უნდა ამის შემდეგ აბა სხვა როგორ არამედ ჯაშუშების გამოაშკარავება. სახელმწიფოებრივი თუ გაკლიათ ჩემო მამუკა ელექტრონულ ვერსიას გამოგიგზავნეთ. აგერ ლატვიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის 2025 წლის ანგარიში, სადაც წვრილადაა მიმოხილული ყველა საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრებოდა შარშან და დაემუქრება მომავალში. კონკრეტულად რუკებით, ლეგენდებით და არა თქვენი სუსივით, რომელიც ანგარიშებს ისე წერს, რომ ერთ კონკრეტულ ფაქტს არ ამხელს. საქართველოს სამხედრო დაზვერვა საერთოდ ახლა აღარ ვახსენებ, მე მგონი ის საერთოდ არაფერს არ წერს და არ აქვეყნებს. მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში. ბოლოს როდის გაიგეთ, რომ ჩვენმა სასიკადულო მამუკამ რუსის ჯაშუში დაიჭირა. ან ამხილა მაინც და ის ხელიდან გაუსხლტა სანამ დაიჭერდნენ. ან არ ვიცი, ციანიდის კაფსულა გადაყლაპა და ფანჯრიდან გადახდა დაკავებისას. ან სასიკადულო ანრი ოხანაშვილის დაკავებული რუსის ჯაშუშის ამბავი როდის გაიგეთ. ან სასიკადულო გრიგოლ ლილუაშვილისა. თუ ლილუაშვილი აღარაა ახლა სასიკადულო, როგორ ვამბობთ, აღარ ვიცი. ავიდეს მაგის. დავიდეს მაგის. შეიძლება სასიკადულოს თქმა ადამიანზე, ვინც საბავშვო ბაღების ბავშვებს ლუკმას უღებს პირიდან, გლეჩს баушებს და მე ციხეში მიდის ამის გამო. არ ვიცი. Фу, чё плюёшься? Вась, шакал я паршивый. У детей деньги отнял. Детский сад ограбил. Ну кай როგორცა. რუსის ჯაშუშების მხილების ამბავი ბოლოს როდის გაიგეთ მეთქი. აი არ ვიცი. არა, ღარიბაშუზე ბურჭულაძეზე და ეგეთებზე არ გეკითხებით. ვიცი, ეგენი ყველანი რუსები არიან. მე შპიონებზე გეკითხებით. ხო, მართალია. ეგეთები არ გაგვიგია. ბოლოს რაც გავიგეთ 2013 წლის დასაწყისში ვინც დაჭერილი იყო, ყველას ბოდიში მოუხადეს, ციხისკარი გაუღეს და ნავიხადო უთხრეს. მაგრამ დაგპირდით რომ სახელმწიფოს მოკაზვლია და ახლა ვასრულე პირობას. აგერ ბატონო. ლატვიის სამხედრო დაზვერვის 2025 წლის ანგარიში. თავიდან მიმოხილულია პოლიტიკური გარემო და აქ ჩვენც მოხვდით. ოღონდ მაინც და მაინც ნუ გაგიხარდებათ რომ გვახსენეს. საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი, რომლის მთავრობასაც აკონტროლებს ოლიგარქი ბინძინა ივანიშვილი, რომელიც დაჩქარებულად აშორებს საქართველოს დასავლეთის ქვეყნებისგან და ქმნის რუსეთისა და ჩინეთის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას. მოკლედ და კონკრეტულად. ყველაფერი აქაა რუსეთის, ჩინეთის, დასავლეთისა და ოლიგარქის, რომელსაც ლატვიელები ბინძინად მოიხსენიებენ. ხომ გვახსოვს რომ ივანაშვილი თავის პირველ და წლების განმავლობაში ერთადერთ ინტერვიუში რუსული ჟურნალისტებს რა თქმა უნდა ჭიოდა რომ ჩემს სახელს ვერ გამოთქვამენ ეს რუსები ხან ბენზინას მეძახდნენ, ხან ბუზინას და ხან კიდე რასო. ამიტომაც დავირქვი ბორისიო. ხო და რუსის შემდეგ ახლა ლატვიელებმაც თავისებური სახელი შეურჩიეს. ბუზინას, ბენზინას და პიზდინას ჯობია ცალსახად. მეც არ იმსახურებს კაცი, ვინც ქვეყანა ასე დღეში ჩააგდო. ეგ გავიგეთ. მაგრამ ეს სპეცსამსახურების ანგარიშია. არ დაგავიწყდით, ამიტომ მხოლოდ მომხდარი ამბები არაა მოყოლილი. მომავალის პროგნოზია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისისა და მოსკოვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ახლო მომავალში ნაკლებს ავარაუდოა, დიდი ალბათობით პრაგმატული ურთიერთობის კურსი საქართველოს მიიყვანს რუსეთზე მზარდ დამოკიდებულებამდე. მოსკოვს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის გამოყენება თბილისის მანიპულირებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია რუსეთმა შეასუსტოს კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ ყველაფერი ნათელია და ცალსახა. მარიამ ლაშხიან ზაზა შათირიშვილი შეიძლება არ დაეთანხმონ, მაგრამ მე ეჭვება რამე დამაჯერებელი საწინააღმდეგო არგუმენტი ჰქონდეთ. მათაც კი. ეს რაც შეეხება ჩვენს ბეთკრულ სამშობლოს. ახლა კი უშუალოდ ლატვიასა და ბალტიურ საფრთხეებზე. რუსული საბოტაჟის ოპერაციების კამპანია გრძელდება ევროპასა და კერძოდ ლატვიაში. მისი მიზანია უკრაინის მხარდაჭერის საქმეში საზოგადოების დაშინება და გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. რუსეთი სულ უფრო აქტიურად იყენებს ონლაინ პლატფორმებს საბოტაჟის მომწყობთა და სადაზვერო ინფორმაციის შემგროვებელთა რეკრუტირებისთვის. უსაფრთხოების სამსახური ლატვიისა ამტკიცებს, რომ ამ საქმეს ხელმძღვანელობენ სადაზვერო ცენტრები პეტერბურგში, მოსკოვში, კალინინგრადსა და სმოლენსკში და
განსაკუთრებით აქტიურად ნადირობენ იმ ლატვიელებზე, ვინც მოგზაურობს რუსეთსა და ბელარუსში. დაგვიმტკიცეო, ეტყვით ახლა რუსები ამათ და ქართველი რუსები. კი ბატონო. აგერ მაიორი, მეორე რანგის კაპიტანი, ისევ მეორე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი და კიდევ ერთი ვის წოდებაც ვერ გავარკვიეთ, მაგრამ გვარი სახელი და სამსახური ყველასი ვიცითო. და განამარტო რუსების, აგერ ერთი ბელარუსის ვიპოვნეთ, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობსო. ფოტოებით ვისიც მოახერხეს ამ ეტაპისთვის. დანარჩენებს კიდევ მოძებნიან დარწმუნებული ვარ. ამათგან ყველაზე საინტერესო ტიპაჟი ლატვიის კონტრდაზვერვის აზრით არის ეს ივანოვი გერეუდან, რუსული სამხედრო დაზვერვიდან. ჩვენს მიმართულებაზე 2017 წლიდან მუშაობს და აგროვებს ინფორმაციას ლატვიაში განთავსებული ნატოს ქვეყნების სამხედრო ძალებსა და ავიაციაზე, კერძოდ სპილვეს აეროდრომებზე, ასე წერია. ეს ინფორმაცია ცალკე დაფიქრებად ღირს. ბევრმა იცის ალბათ, რომ 2022 წელს რუსების გეგმის ერთი მთავარი ნაწილი კიევთან ახლოს ჰოსტომელის აეროდრომის დაკავება და დესანტის გადასხმა იყო. სპილოედან რიგის ცენტრამდე არის 5 კილომეტრი. ამიტომ რუსული სამხედრო დაზვერვის დაინტერესება აეროდრომის მდგომარეობის სავსებით ახსნადია. ამას გარდა ივანოვი მუდმივად კრებს ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებაში რაღაც განწყობების, უკრაინის დახმარების ოდენობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების შესახებ და ამაში ეხმარება შორეული ნათესავი, რომელიც ლატვიაში ცხოვრობს თურმე. რუსის სამხედრო დაზვერვას სრულიად კონკრეტული დავალებები აქვს. მაგალითად, წინასწარი გადახდის სატელეფონო ბარათების ყიდვა და სხვა ლატვიაში. ლატვიური უსაფრთხოების სამსახურს ცოტა კი გაუკვირდა, რომ პირდაპირ წერს ამას, რომ ეგ საერთოდ არაა საიდუმლო ჩვენში, ან რატო ითვლება დაფარულ ინფორმაციას და რაში ხარჯავენ დროს რუსი კოლეგებიო. რა თქმა უნდა, ლატვიური სპეცსამსახურების ცდილობენ, რომ დეტალურად იცოდნენ, რა ხდება რუსეთში. 2025 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის ვალმა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს მიაღწია. ანუ ხარჯების 10%-ს. კრემლი იძულებულია მზარდი ფინანსური ტვირთი საზოგადოებას დააკისროს. სავარაუდოდ რუსეთი შეძლებს დიდი სამხედრო ბიუჯეტის შენარჩუნებას 2028 წლამდე, სახელმწიფო ვალის ზრდით, გადასახადების აწევით, კერძო ფონდებით, სხვა ხარჯების შემცირებით. მაგრამ ეს დაასუსტებს ეკონომიკას და დააქვეითებს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შიდა სახელმწიფო ვალი 185-დან 330 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ვალის მომსახურების ხარჯი გაიზარდა 10-დან 53 მილიარდამდე. ბიუჯეტში მისი წილი კი საერთო ხარჯების 4-დან 9%-მდე. ლატვიის სამხედრო დაზვერვა არ მარჩიელობს, არ მისნობს, არ თამაშობს გოგა ხაინდრაობასა და დოდოშკა ხურცილაობას. ცხრილს აქვეყნებს და პირდაპირ პროცენტებიანად ალაგებს. ამ პროცენტებს სანამ ჩაიკითხავთ, აქვს პირობა. 10 წლის წერტილია უკრაინიდან რუსული ჯარების გამოსვლა, ანუ ომის გაჩერება. აი, მერე ირთვება წამზომი ნატოსთვის, 6-დან 10 წლამდე. როგორც ხედავთ, ლატვიის, ანუ რუსეთის უშუალო მეზობლის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ურდოს მხრიდან თავდასხმის ალბათობა 95%-ზე მეტია. ანუ სხვა სიტყვებით, გარდაუვალი. და ახლა ხელმეორე დაფიქრდით. ნატო 32 ქვეყნის ალიანსი, ასეთი და ისეთი ამხელა და იმხელა ამდენი რესურსით, მაინც ელოდება შეტევას ამ წეული ქვეყნიდან. იცის რომ კახელის არ იყოს, გინდა წინ მოუსაქმენ და გინდა უკან. თავის ზნეს ვერ მოაშლევინებ. პუტინი არ იქნება, იქნება სხვა. რუსეთი თუ იქნება, მოხდება. და ეს გვაძლევს არა მხოლოდ კონკრეტულ ვადას მოსამზადებლად, არამედ საფიქრალსაც. ოღონ ძალიან სწრაფად. შენ რის იმედი გაქვს? აი ამის მოთაფლული ენის, ან ამის დიპლომატიური გენიის? ომის ალბათობის გამოთვლა რუსეთის კონკრეტულ გეგმებს ეყრდნობა. ცნობილია რა აქვს ჩაფიქრებული ურდოს დასავლეთის ფლანგზე. აგერ უკა. რა ქონდა პუტინს ბალტიაზე დარტყმის პირველ ტალღად უკრაინის ომამდე და რის დამატებას აპირებს. ყვითელი არის არსებული, წითელი კი მომავალი, შენებარი. წრე ბრიგადას აღნიშნავს კვადრატის საზღვაო ბაზას, სამკუთხედის საავიაციო დივიზიას, რომბი სახმელეთო დივიზიას. ესაა კონკრეტული წერტილები, რაც თავის მხრივ ნატოსთვის უნდა იქცეს პირველად სამიზნეს. და იქცევა კიდეს, როცა დრო მოვა. აი, მოვიარეთ აღმოსავლეთ ევროპა და ისევ ჩვენს სასიკადულო ვიცე-პოლკოვნიკ მდინარაძეს დაუბრუნდით. ბატონო მამუკა, რა იქნება თქვენს მომდევნო მიმოხილვაში ასეთივე კონკრეტიკა რომ დაამატოთ? ვიცნობდეთ მტერს, ვიცოდეთ რა უნდა. ამიტომ ხარ სპეცსამსახური, თორემ პოლიტოლოგი ეგერ დემურ გიორხელიძეც ყოფნის და ნანა კაკაბაძეც. ადექით და გამოაქვეყნეთ თქვენი ვარაუდი. რა დურ აქვს ქვეყანას მოსამზადებლად და ამისთვის რა უნდა ქნას? და საიდან ემუქრება ყველაზე დიდი საფრთხე? არა, მოდი თქვენ პირველ ორ საკითხს ჩაუჯექით და მესამეზე დრო აღარ დაკარგოთ, მაგაში მეგიშველით, უსასყიდლოდ.
და თქვენს ნაცვლად გავასაჯაროებ რუკა, სადაც აღნიშნული იქნება საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი პუნქტები. რუსული საფრთხის. ზედ 2012 წლიდან დახატული და განსხეულებული სამკუთხედით. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი ვაშა გადაცემა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, вообще, когда